მოგესალმებით, პაიცემლო ტელემაყურებლებო, პაიცემლო რადიოსმენელებო. დღეს ჩემთან მიხეილ ჯიბუთან გადაცემაში პოლიტიკა და ეკონომიკა მოვიწვია ცნობილი მეცნიერი, კინოს დიდი კვლევარი, პროფესორი გოგი დოლიძე. მოგესალმებით ბატონო გოგი. თქვენ იცით რომ ჩვენთან დაკავშირება შეიძლება პირდაპირ ეთერში და შეიძლება თქვენი აზრი გამოთქვათ უშუალოდ ჩაერთოთ საუბარში ტელეფონი 2-318-105, ასევე შეგიძლიათ შემოხვიდეთ Skype-ით, უნდა აკრიფოთ ლათინური ასოებით ობიექტივი, შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტის მეშვეობითაც, ასეთ შემთხვევაში უნდა ავკრიფოთ ობობა 3w.objektivi.net. ბატონო გოგი, ჩვენ თემატიკა გვაქვს ასეთი, რომ ვკითხულობთ თუ როგორია დამოკიდებულება ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის და ამ კუთხით წამოიჭრა ასეთი საკითხი. სამწუხაროდ ამ პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების კამათში ამ ბოლო დროს დაიკარგა ისე ერთი მნიშვნელოვანი თემა, როგორც არის საზოგადოებრივი მოღვაწეობა. თითქოს ყური გახედნილი იყო, იტყოდი ეკონომისტი, მეცნიერი, სახელმწიფო მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე, მაგრამ თუ რა არის ეს საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ამ ბოლო დროს მე მგონი ქველმოქმედი ისმის ასე თუ ისე, სახელმწიფო მოხელე ისმის, საჯარო მოხელე ისმის, მაგრამ აი საზოგადოებრივი მოღვაწეობის თემატიკა თითქოს რაღაცნაირად ჭრდილშია. ეს როგორც ეთყობა, იმითაც არის გამოწვეული, რომ რეალურად საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ანუ საზოგადოებრივი საქმეების კეთება კერძოს გვერდით მოიკოჭლებს. რა სიტყოდით თქვენ ამასთან დაკავშირებით? კი არ მოიკოჭლებს, ჩვენში ასეა მიღებული, რომ თუ კი რაღაც პოსტი გიკავია სახელმწიფო სტრუქტურაში, მაშინ ხარ რაღაცა და თუ კი არანაირი პოსტი არ გიკავია, არც მინისტრი ხარ, არც მოადგილე, არც რექტორი, არამე, მაშინ არ ითვლები, იცით, აი როგორც ჩვენ წაგვიკითხავს, მოგვისმენია, რომ რამოდენად საზოგადო მოღვაწეები იყვნენ და ისინი მოღვაწეობდნენ არა თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად, არამედ თავიანთი ნების და თავიანთი სიამაყის და ღირსების გამოსახატავად, რომ წარმოადგენენ რომელიღაც ქვეყანას, რომელიღაც წმენას, რომელიღაც საზოგადოებას და იბრძვიან მისი გაუმჯობესებისათვის. ამ ბოლო ხანებში ჩვენი საზოგადოება ძალიან გაზარმაც და იცით ჩვენ მიჩვეული ვართ რომ დაავжდეთ ასე და აბა გამოდი ახლა შენ შევარდნაძე რას იზამს, სააკაშვილი რას იზამს, რას იზამს ივანიშვილი და შემდეგ უნდა მივადგეთ უნეტარეს ჩვენს ძვირფას ილია მეორეს და ჩვენ თვითონ რაღაცა გვიჭირს იცით რომ რაღაც გამოვიჩინოთ, თითქოს გვერიდება, თითქოს არ არის ჩვენი საქმე და არა და ყველაფერი ჩვენი საქმე რაც იგივე ხდება და მე მგონია სწორედ ეს უნდა წამოიწიოს ახლა და ჩვენი მოძრაობას, ეს ჩოხოსნური მოძრაობა სულ ვამბობთ იმას, რომ მაშინ წამოიჭრება ხოლმე, როცა ძალიან უჭირის საქართველოს სულიერად და ასე იყო მაშინაც 22 წელს, როცა გამოვიდა ის შესანიშნავი 4-ეული და ასეა ყოველთვის, როცა ქვეყანას უჭირის, მაშინ რაღაცა უნდა ვიგრძნოთ ჩვენ და რაღაცა გავაკეთოთ. ესე იგი, საზოგადოებრივი მოღვაწეობა ეს არ არის თანამდებობრივი და სამწუხაროდ დღეს საზოგადოებრივი ეს არის, როდესაც ადამიანი თავის კერძოს იკლებს და ამ კერძოს დევს საზოგადოებრივში, ეს ერთი, თუმცა სამწუხაროდ მთელი საზოგადოება გახვეულია იმ კამათში, რომ ადამიანებს, რომელსაც ჩვენ მივანდეთ ჩვენი ფული და რომელსაც თანამდებობრივად ევალება საზოგადოებრივი საქმეების კეთება, საწაიღო ეს ფული. თუმცა მე ამ კურსით ეხლა არ გავაგზილებ, მე მინდა თქვენ ბრძანეთ ჩოხოსნებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მოტივი და თქვენი 60-იც ამ მიმართულებით ბრძოლების გაგრძელებისაკენ მიბიძებს მე, თქვენ ბრძანდებით დამფუძნებელი ქაკუცა ჩოლოყაშვილის, ეროვნული გმირის ქაკუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინთა დასის. მე ორიოდე სიტყვით მინდა მაინც გთხოვოთ თქვენ ბრძანოთ რა იყო ამის მოტივი და რა მასშტაბი მიიღო ამ მოძრაობამ. რა მიმართება აქვს მას ერთი მხრივ
ჩვენს ისეთ ფასეულებებთან, კულტურულ ფასეულებებთან, რელიგიურ ფასეულებებთან და ხომ არ არის ეს სულთა რაღაცა ნაციონალური ჩარჩოებით შეზღუდული მოძრაობა. უნდა ცოტა შევასწორო ისე ვინმე არ გაიგოს თითქოს მე მომივიდა თავში ეს იდეა ეკუთვნის უნეტარეს და არა გოგი დოლიძეს, უბრალოდ მე მხვდა პატივი რომ ილია მეორემ ჩვენი ერთ დღეს გამომიძახა და მითხრა რომ უნდა ჩამოაყალიბო ჩოხოსან რაინდთა დასი. მე გაოგნებული დავრჩი რომ ვერ წარმომედგინა საერთოდ რა იყო ესა და კიდევ კარგი რომ მარტო არ ვიყავი და მე ძალიან როგორც მას შვევია ძალიან მშვიდა და ამიხსნა რომ ახლა შენ გურული კაცი ხარო და რაინდობა ხანჯლის ტრიალს კი არ ნიშნავს არამედ ფიქრს შენს გვერდით ყოფ ადამიანზე. ანუ როგორ ზრუნავ შენ წილ როგორ შეგეფერება ამ ადამიანზე და შემდეგ დაგვისახა 2 დღე მელაპარაკა სულ და დაგვისახა მიზნად რომ დაგვევლო აი მე და ჯუმბერ ლეჟავ და მთელი საქართველოს 65-ვე რეგიონი განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება სოფლებსო რომ აგვეხსნა ხალხისთვის თუ რატომ ყალიბდება ასეთი განსაკუთრებული სახელწოდების იცით მარტო მე რომ გამეკეთებია ესა ან მე რომ მომსრულდა თავში მე წარმომიდგენია ახლა აი გოგი დოლიძე რაი და კიდევ კარგი ვერამინახლა ვერაფერს ვერ ამბობს იმიტომ რომ ეს არ იყო ჩემი იდეა ეს იყო უნეტარესის იდეა და შემდეგ ჩვენ ეს შევძელით და უკვე 8 წელიწადია ვახორციელებთ მას და ყოველგვარი ყვირილის გარეშე ჩვენ გვაქვს ჩვენი კალენდარი გვაქვს ჟურნალი გვაქვს გაზეთი ახლა ერთი კოპცია გაზეთით შევმატეთ ქართულ საგაზეთო სივრცეს და უკვე ვიცით თუ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ აი ადამიანი როცა იცის აქედან აქამდე და არა მეტი. ამიტომაც დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო რომ მე ძალიან დიდი მადლიერი ვარ ჩვენი პრესის საერთოდ განსხვავებით სხვებისაგან რადიოსი, ტელევიზიის, გაზეთების რომ ყველაფერი ეს ღონისძიებები ძალიან დროულად, ოპერატიულად და სავსედ შუქდება ჩვენს პრესაში და უკვე ჩვენ გაგვიშთა ცოტა პრეტენზიებიც, იმიტომ რომ როცა ვხედავთ ამდენი რამ არ კეთდება საქართველოში, აი ერთი თვის წინათ მაგალითად მე და ჩემი მეგობრები ვიყავით აქ ერთი თვის წინათ და ვისაუბრეთ იმაზე და ვაჩვენეთ კადრები თუ რა მდგომარეობაში არის მაგალითად ქართული სააქტიორო ხელოვნების ისეთი გიგანტის ბიუსტი როგორიც იყო აკაკი ხორავა დაწმინდის პანთეონში. იგივე გოგლა ლეონიძე, იგივე ჭაბუკიანის საფლავი. გავიდა ერთი თვე და თქვენ წარმოიდგინეთ 2 დღის წინათ ჩვენ აღვნიშნეთ ტრადიციულად ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღე და იგივე მდგომარეობა არის რა. და ეს არ არის შემთხვევითი, იცით? ეს არ არის თქვათ ერთეული მოვლენა. მე შემიძლია გავიმეორო რაც ერთი თვის წინათ თქვი აქ რომ 5 წლის წინათ შემაძრწუნა მე იმ მდგომარეობამ რაციც იმყოფებოდა დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი და თქვენ იცით რომ დიმიტრი ყიფიანის გამო არსებითად აი მაგილს სადაც ახლა ჩვენ დაწმინდა გვაქვს სწორედ მის გამო ხო და როცა შედიხარ პანთეონში პირველად თვალში მოხვდება დიმიტრი ყიფიანის ამ უდიდესი ქართველის ბიუსტი და რომელსაც მთელი 2 ათეული წელი ტუჩი და ცხვირი ქონდა მოტეხილი. ახლა სანამდე უნდა შეიძლება ამის მოთმენა ერთხელ ორჯერ მე ავდექით და მივედით მამა იონესთან იგი ჩვენი წრის კაცია ასე ვთქვათ იმიტომ რომ მას თეატრალური განათლება აქვს მიღებული და ვთხოვე რომ თქვენი ჭირიმე რა კი არავინ არ აკეთებს და პატრონი არ ყავს ამ პანთეონს მოდი ჩვენ გავაკეთებთ თქვა და დავიწყეთ გაკეთება მოვიყვანეთ მოკანდაკე დუხუ ქობალია და ამ დროს მოგვადგა ვიღაცა კაცი რას აკეთებთო მე ვთხარი ვერ ხედავ რას ვაკეთებთ კაცო კი მაგრამ მე ისო ვინ მოგცათო ნებავ მე ვთხარი მამა იონე მოგცა ნება ა დირექტორი რეკავსო იქ მე ვთხარი დირექტორს ვთხარი აქ მოვიდეს კი ნუ მოვიდეს აქ ნახოთ რა ხდება თქვა 5 წლის წინათ მოხდა ეს ამბავი არც არავინ მოსულა არც მადლობა უთქვია
არ საყდური უთქვამს და რა მოიგონეს იცით რომ როცა დაურეკე მე იმ კაცს ვისაც თურმე ეს ევალებოდა ოფიციალურად მე ვთხარი კაცო ან გააკეთეთ ან და ჩვენ გავაკეთებთ კაცო როგორო მაგას ვიცით და ხარც აღრიცხვა უნდაო და თქვენ წარმოიდგინეთ ბატონო მიშა რომ ლაპარაკია 8 გრამ მარმარილოს ფხვნილზე მე ვთხარი ჩვენ დავიღებთ მაგას თუ ასე იქნება კი ბატონო და დღესო ახლა მეორე ნახევარიაო და ხვალო ის კაცი რესტორატორი ჩამოვა თქვენთან 5 წელია სამხატვრო აკადემიიდან თეატრალურ ინსტიტუტში ის კაცი მოდის და ჩვენ ეს გავაკეთეთ და ასე უნდა გაკეთდეს ახლა ხორავას ბიუსტიც უხერხულია სიცხვილია ქვეყანა ადის და რა სიტყვის ხალხი ბატონო გოგი აი თქვენ რასაც ბრძანებთ ახლა ეს არის ერთი მხრივ იმ ხალხის მიერ და ისეთ ძეგლებზეა საუბარი და ისეთ პიროვნებებზე, რომელზედაც სახელმწიფოს გამოყოფილი ყავს პასუხისმგებელი პირი, ალბათ, აქვს ბიუჯეტი და ახლა ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ რა ხდება ამ ფარგლებს გარეთ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი მოღვაწეობა არ არის მარტო ის, რომ შენ თანამდებობად გევალება რაღაცა. ის რომ განგაშიც ატეხო ის, რაც საზოგადოებისათვის მტკივნეულია, ან საზოგადოებაში შენიშნო ავადმყოფობა, ესეც ხომ საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ამიტომ მე იმის თქმა მინდა რომ საზოგადოებრივი. როგორ ამბობთ თქვენ, სიკეთე რომ აკეთო, ამისათვის არაა საჭირო ძალიან ბევრი ფული. შეიძლება აკეთო ბევრი საზოგადოებრივი საქმე ისე რომ არ იყოს ეს დაკავშირებული რაღაცა დიდ მასშტაბებთან. რატომ მოიყარა ჩოხოსტარაინ და დაშის მიერ ბევრმა საქმემ? თქვენ ძალიან ბევრი ფული გაქვთ? რა არის ეს წყარო? როგორ ხდება ეს? ეს ხო დაფუძნებული არის რაღაცა ცოტა მეტზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ფული გვაქვს, ჩვენ ინტერესი მიეცა, მაგრამ ჩვენი სიმდიდრე არის ის ძალა ინტელექტუალური, აი მაგალითად 26 ივნისს გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნდა ჩვენი ღია წერილი ქალბატონ თეა წულუკიანისადმი. რომ 6 წელიწადია ვითხოვთ, ვიკულევთ, რომ როგორმე 9 ძმა ხერხეულიძის სრულიად მიტოვებული მემორიალი გადმოგეცეს ჩვენ და რომ წაიკითხოთ რა გვარებია, 19 კაცი აწერს ხელს. მათ შორის რეზო ჩხეიძე, ვაჟა აზარაშვილი, არნოლდ გეგეჭორი, სხვები და სხვები. აი ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ჩვენ ბოლოს და ბოლოს თავარი ის არის რომ კაცო გაგვაკეთებინეთ საქმე ახლა იქ რომ მივიდეთ და რაღაცა გავაკეთოთ შეუძლიათ დაგვაპატიმრონ და ისე უნდა ავტეხოთ წერა შემდეგ თუ კი დაწერ განცხადებას 30 დღე უნდა უცად იმას და ამასობაში ამოვიდა დღეში ამოდის რამდენი ადამიანი და რა დღეშია ეს ჩვენი ძეგლები და ასე შემდეგ და ასე რომ ჩვენ მინდა გავაგებიო საზოგადოებას რომ სრულიად საქართველოს ჩოხოსა რაინთა დასა აქვს თავისი წესდება ეს დამტკიცებული არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 8 წლის წინათ და აქ გარკვევი წერია მეორე პარაგრაფში რომ ჩვენი მოვალეობა არის არა მარტო ეროვნული კოსტუმების წარება, არამედ ისტორიული, ეთნოგრაფიული და კულტურული ძეგლების შესწავლა, პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებ გარეთ. მარაბდიდან რომ წამოიყვან ბავშვებს და მემორიალზე მოიყვან და თქვა გინდა ჩაატარო ლექცია და ესაუბრო რაღაცაზე. ის ბავშვი რა სიტყვის კაცო როცა აპატიეთ და ბოსლად არის გადაქცეული იქაურობა. მე ვაკვირდებოდი ჩემ თავს და სულ წერდი რომ ვერაფრიდირებით ვერ ვაკადრე კითხველს და ვერ ვაკადრე ტელემაყურებელს რომ გადამეღო ყველაფერი ის რაც იქ გროვდება მთელი წლის მანძილზე 4 ფეხა და 2 ფეხა საქონლების მიერ გადამეღო რა დღეშია რა ევარქმნილია ის ჩუქურთმები წარწერები და განა ისე რომ თქვათ ხას რომ გადაულ არა კაცი არის საგანგებოდ მისული და ამოტვირფულ ჩატეხილია საგანგებოდ ის ლადო ვანდალიზმი არის სახეზე ისეთი ხო და სპეციალურად 6 წელიწადია და სანამ ისევ ქალბატონ თეა წულუკიანს არ მივადექით მანამდე ამას არ დაადგა საშველი ახლა აგერ უკვე სამში მე მივიღე წერილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი აწერს ხელს რომ ეს წერილი გადაეცა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრს და განიხილება და უახლოეს დღეებში მიიღებთო თანაც დართული აქვს
16 ფურცელი. ესე იგი, რამოდენა უკვე ლიტერატურა არსებობს, რომ რამდენი ხანია ჩვენ ამაზე ვწერთ, ვიკვლევთ, ვითხოვთ და ეს ყველაფერი უკვე დევს სადაც ჯერას იქა და მე მგონია თვის ბოლოს ეს ყველაფერი გადაწყდება და ამ შემოდგომაზე უკვე ვაპირებთ გავხსნათ მარაბდის საზოგადოებრივი აკადემია. ახლა ეს ის აკადემია კი არ არის რომ ყველგან რომ გაიხსნა და აკადემიკოსები გახდნენ, არავით არის ამის მსგავსი. აი ეს იქნება ტრიბუნა ჩვენი მოსწავლეებისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის, რომ ვინ უფრო კარგ კომპოზიციას წარმოადგენს. მაგალითად, პირველი უკვე მე ვიცი რა იქნება, იმიტომ რომ დამპატიჟეს რუსთავში, მეორე სკოლაში, ქალბატონი ეთერ ხარბერდია მოღვაწეობს და რაოდენად ბედნიერება, რომ ასეთი პედაგოგები კიდევ არის ჯერს და მაჩვენეს ასეთი კომპოზიცია. რეზო ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით, რაინდის სახე ქართულ ლიტერატურაში. ეს გააკეთებს ბავშვებმა და ვერ წარმოიდგენთ, რამოდენად სიყვარული, რამოდენად ცოდნა, რამოდენად დამოკიდებულება ჩანს ამაში და რა თქმა უნდა, ჩვენი ეს აკადემია გაიხსნება რუსთავის მეორე სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი დავარქვათ, ამას შემდეგ რაღაც გაფორმებას მივცემთ რაღაც მუსიკალურს, ხმოვანს, შემდეგ იქნება ფერებში გახმოვება და რაღაცას გავაკეთებთ, რომ ესე იგი არ შეიძლება ასე დატვირთვა ერთ დღეს აქ დაიბადა 10,000 გმირი ქართველი, რომელიც დედა ეკლესიამ მინდანაცხა და ახლა იქ ვერავის ვერ მიიყვან, ბოსელია ხალხი. სიცხვილი არ არის კაცო. აი ამას უნდა მოვლა ბატონო მიხეილი. ბატონო გოგი, ესე კარგი რაკურსი შევთავაზეთ ჩვენ ახლა მკითხველს, ეს არის მაყურებელს და მსმენელს, ეს არის რაკურსი ჩვენ ისტორიასთან მიმართებით. მაგრამ ისტორიაში ეს არ არის მარტო ის რა იყო. ისტორიაში არის ბევრი გასაღები, როგორი უნდა იყოს შენ დღეს. აი მაგალითად კინოსთან დაკავშირებით, ხომ? თქვენ ყოველთვის მოგყავთ ასეთი მაგალითი აკაკის მოგზაურობა. რაშია ამ ფილმის ფენომენი, იმიტომ რომ მე მინდა ჩემი კუთხით დასკვნა გავაკეთო, რომ ეს არ არის მარტო ფილმი. და არა მარტო ისტორია. ახლა თქვენ ისეთი საშუალება მომეცით, ჩემი გაჩერება ძნელი იქნება, ბატონო მიხეილი, მაგრამ მე ძალიან მოკლედ ვიტყვი. როცა ჩვენ ვასწავლით კინოს ისტორიას, ჩვენ ვიცით და ყველა, აი პირველმა კურსელმაც კი იცის, თუ რომ პირველი მხატვრული ფილმი რაოდენ პრიმიტიული არ უნდა იყოს, იგი შეიქმნა როდის და საათ 1895 წლის 28 დეკემბერს პარიზში კაპუცინების ბულვარზე იქნა ნაჩვენები. ძალიან უბრალოა გაწოწული მებაღე რაღაცა. იქავე ნათქვამი არის. პირველი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა იმ დროს იქავე. ასევე ჩვენ ვიცით თუ როდის შეიქმნა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ეს არის ედვინ პორტერის ფილმი მატარებლის დიდი გაძარცვა 1902 წელი ინგლისში. მაგრამ არსებობს ერთი დეფინიცია განსაზღვრელი და როდის შეიქმნა პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ეს არ იცის მსოფლიომ ჯერ. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ამას ვამტკიცებთ და მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვლაპარაკობ და რაც მთავარია თვით ჟორჟ სადულიცკი, რომელმასაც ეკუთვნის მსოფლიო კინოს ისტორიის 6 ტომეული თქვა მოსკოვში რომ გამოვიდა და ძალიან მიღებული და ძალიან ცნობილი კინოისტორიკოსი, ისიც კი წეს რომ 1912 წლამდე არც ერთ ქვეყანაში არ გადაღებულა ფილმი რომელიმე საზოგადო მოღვაწეზე, გნებავთ მეფეზე, გნებავთ მსახიობზე, არ არსებობს ეგეთი რამე. ნახევარი საუკუნეა ჩემო ბატონო მიხეილ ამას ვამტკიცე და ვამბობ. და შესრულდა ეს 12 წელს უკვე შარშან 21 ივლისს 100 წელი. 100 წელი და როგორ აღინიშნა ეს ბატონო გოგი საქართველოში? ეს ვერ აღინიშნა ბატონო მიხეილი, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ახლა მე გვარების დასახელებას მოვრიდები, მაგრამ ვერც შევარდნაძის კულტურის სამინისტროს, ვერც სააკაშვილის კულტურის სამინისტროს და ვერც დღევანდელ კულტურის სამინისტროს ჩვენ ვერ გავაგებიეთ თუ რა არის ასეთი აკაკის აკვანში. მე ვეუბნები ყველას, კაცო, ახლა ჩაკრავ ხელს და ყოველგვარ ინფორმაციას მიიღებ, ხო? საფრანგეთშიც კი, სადაც დაიბადა კინემატოგრაფი,
ჯერ არ აღუნიშნიათ რომელიმე ფილმის ვამბობ მე ზოგადად არ იგულისხმება მანდამაინც სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 100 წლისავე. ესე იგი სოფლიოს არ აქვს ჯერ 100 წლოვანი ფილმი. ჩვენ გვაქვს ეს ხალხნო. ეს მე ხო არ გამომიგონია აკაკი წერეთელზეა გადაღებული. კაცო და არსებობს ესეთი ფილმი გახმოვანებული, აღდგენილი წარწერებით რუსულად, ინგლისურად ყოველხრივ კაცო და არ აღუნიშნოთ ეს ფილმი. მით უმეტეს დღეს, როდესაც საქართველოს ასეთი გარდამავალი აღდგენის პერიოდშია, დამკვიდრება ჭირდება, როგორც ცალკე სახელმწიფოს იდენტიფიცირება ჭირდება. ხო და რატომ არ ესვით მე ვერ გავიგე ეს იგი რა ხდება რა. ესე იგი შარშან დაუსწარი რა თქმა უნდა ერთი წლით ადრე განვაცხადა კი გადასარევია და დამთავრდა ისე ჩაიარა იმანო არავინ და მე და ჩემი ორი მეგობარი პროფესორი და ერთი 15 ბავშვი წავედით და რაც გავაკეთეთ. ახლა მოვიდა ახალი მთავრობა მივესალმეთ რა თქმა უნდა და 19 ნოემბერს შეტანილი ჩემი პროექტი რომელზეც ამბობენ რომ უიმე გადასარევია და რა კარგია მე-9 თვეა პასუხი ვერ მივიღე. რატომ ხდება ეს ვერ გავიგე. ხო შეიძლება რომ გვიპასუხონ რომ ამხანაგო დოლიზე დაგვანებე რა თავი კაცო. არავითარი ფილმი არ არსებობს და ან არსებობს მაგრამ არ ფსალია და უფრო კარგია ეს მალმასკარადები და რაღაცები. რაღაცა პასუხი. მე ხო უყურებ განგებ არ ვლაპარაკობ ახლა გვარებს და არ დავიწყებ. თუკი კაცი არ მიზის სტუდიაში მის გვარს როგორ ვახსენებ, ხო? ჩვენ მოვლენასთან გვაქვს საქმე უკვე და არა კულტურის სამინისტრომ უნდა უპასუხოს თუ არა ასეთ პროექტს. რომ იცით რა, ამის გამო, იმის გამო, ან ახლა, ან მერე არაფერი. ამის მოთმენა არ შეიძლება. და აგერ ამასობაში უკვე 21 ანუ კვირას უკვე სრულდება ბატონო მიხეილ 101 წელი აკაკის მოგზაურობის გადაღებიდან, ანუ იმ დღიდან, როცა აკაკი გამოვიდა ქუთაისში და პირველი კადრი იქნა გადაღებული და წავიდა ამ ცნობილ მოგზაურობაში. ასე გაივლის კიდევ წლები ასეთი სამინისტროს ხელში. ამიტომაც ამას რაღაცა უნდა მოევლოს. დარჩა ორი გზა, ან ერთი სასამართლო, ან და უნდა შევაწუხოთ ბატონი პრემიერი, მაგრამ ის კაცი არ იტყვი ეს კაცო. მე რა შუაში ვარ კაცო, არა, აგერ არსებობს კულტურის სამინისტრო ფუნქციონალურად. ხო, აგერ ხო და ამიტომ უნდა უთხრა ბატონო ბიძინა, არ არსებობს. არა, თუ არსებობს, მაშინ მიპასუხონ, რომ აი რატომ არ პასუხობენ ამ წელს? რა აკლია ამას? მოსაზრება აკლია, დამტკიცება აკლია, თუ არ იცით რომ ეს 100-ია და მე გამოვიგონე, არაფერი არ გამოდის. ამას მე ვერაფრით ჩემი საქმის და ჩემი პიროვნული ღირსების ასე აგდებას მე ვერაფრით ვერ ხო, ეხლა ეს თქვენ ბატონო გოგი ძანდებით ასეთი ენერგიული პიროვნება და ცნობილი და თქვენ წარმოიდგინეთ ასეთ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ეხლა ურჩევთ რომ საზოგადოებრივ მოღვაწეობა წარმართონ, პატარ-პატარა საქმეები აკეთონ, ისინი იმათვის ეხლა ეს გადაულახავი ბარიერებია, ხო, ასეთ შემთხვევაში. ესე იგი ამ საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეხლა მე მახსენდება ერთი ასეთი შემთხვევა. იაკობ გოგებაშვილმა დაანება თავის სახელმწიფო სამსახურს და თქვა მე მთლიანად ჩემი თავი უნდა მიუძღვნა საზოგადოებასო და დაიწყო საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ნუ პატარა ჰონორარი ჰქონდა დედაენისგან და აი იმას ახმარდა შემდეგ როგორც წარმოედგინა. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ მან ჩათვალა რომ მისი სახელმწიფო მოღვაწეობა სახელმწიფო სამსახურში ყოფნა უფრო სწორად იქნებოდა შემაფერხებელი ასეთი საქმეების კეთებისათვის, მაგრამ ალბათ მაინც საზოგადოებისათვის ასეთი ნიშანი, ასეთი რაც ახლა ამ სტუდიაში და და სხვა შემთხვევაში ჟღერს, უნდა მიდიოდეს. არ შეიძლება უწყება მის მიმართ, ან კარგი, ან ცუდი რომ ითქვა რეაგირების გარეშე დარჩეს. ესაც უკვე მართვის ეფექტიანობის საკითხი, ხოლო რაც შეეხება კინოს, რომელიც თქვენ ბრძანებთ 100 წლის წინ იქნა ასეთ დონეზე აყვანილი საქართველოში, ეს მარტო ის კი არ არის, საქართველოს შეიძლება არ გამოიგონეს ის ფირი, რომელზედაც ის გადაიღეს. მაგრამ ჩვენ როდესაც ვამბობთ დღეს რომ საქართველოს განვითარება არის ინოვაციური განვითარება, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გამოვიგონოთ დღეს ბოლო თაობის კომპიუტერი. არამედ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის და ის ჩამორჩენა რომ დავძლიოთ სწორედ ბოლო თაობის ტექნოლოგიით უნდა ვისარგებლოთ და არ უნდა დავიწყოთ თოხით.
ჩვენ უნდა დავიწყოთ ბოლოთაობის ტექნოლოგიით და აი ჩვენმა წინაპარმა გამოიყენა ინოვაცია იმდროინდელი, შეისწავლა ის და გააუსწრო თავისი გონებით. მან ალბათ შეძლო ბევრი ისეთი რაღაცის გაკეთება, რომელიც შეიძლება დღეს უკვე ყველასათვის ცნობილია, მაგრამ მაშინ ძალიან ახალი იყო. მაიციან დღეს, მაგრამ მაშინ იყო რევოლუციური ნახტომი. მაგრამ ეხლა ჩვენ მაინც ვერ შევწყვეტ საქმიანობას. იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება ალბათ მაინც აღიმაღლებს ხმას და საზოგადოება განთავისუფლდება მარტო ამ პოლიტიკური, ასეთი სამართლებრივი, სხვადასხვა ყოველთვიათი, ყოველდღიური იმისა სიდუხჭირისაგან განთავისუფლება ამ ყოველდღიური პრობლემებისაგან და თუ არ განთავისუფლდება ეს საკითხი მაინც უნდა განიხილოს. რა თქმა უნდა. მე ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, რომ რა თქმა უნდა მე დავიცავ რაღაც პრინციპს, მაინც არ ვიტყვი არავის, მაგრამ ჩვენმა ერთმა მეზობელმა ქვეყანამ გამოიგონა ეს თარიღი და ეს ფაქტია. გამოიგონა ეს თარიღი და აღნიშნა თავისი კინოს 100 წლისთავი, მაგრამ არა იმ დღიდან, როცა თვითონ დაიწყეს ეროვნული კინემატოგრაფიის წარმოება. არამედ იმ დღიდან, როცა ამ ქვეყანაში დაწყებული იქნა ევროპიდან ჩამოტანილი ფილმების ჩვენება. ანუ კინოჩვენებიდან. ესე იგი, იმდენად დიდია მათი სურვილი გამოჩენის, რომ აი იმ ჩვენებიდან დაიწყეს და შეკაი დედმამიშვილო. არაფერი ამის გვაქვს სოფლიო კინოს არ ახსოვს. როგორც არის 12 წელს გადაღებული აკაკის მოგზაურობა. ესეთი ფილმი გაგდა, ამას არ აღნიშნავ, კაცო? ბატონო, ჩვენთან გაუგებარია რა ჩემ. ტელეფონი არის, მობილურით რეკავენ. ბრძანეთ გისმენთ სტუდიაში. ალო, მოგესალმებით, ვასკაცებო. გამარჯობათ ბატონო. ორთავეს გისურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს საქართველოს საკითხით დღევოთ. ქუთაისიდან გესალმებით. გაგიმარჯოთ თქვენ. ალბათ. არაფერი სურვილი იყო. ქუთაისში დაიბადა ის ვინ და ქუთაისში. არა, მე სხვა შეკითხვა მაქვს. თქვენ ქუთაისელი ძანდებით ბატონო. რა თქმა უნდა. და თქვენი მშობლები სამშობლები ჩოხატაური. მე მაინც რომ დაასახელოთ დედა, მამა, გვარებით. დედა მარიამ ვაჩეიშვილი და მამა გალაქტიონ დოლიძე. და წარმოშობით დოლიძები ესენი არიან? ჩოხატაურის რაიონი. და აი ეს აი ახლა მე მაინც მინდა თქვა რომ აი თითქმის არაფრით სიშველი ხელით თქვენ ახლა ჩოხატაურის რაიონში იმ სოფელში შუამაღლებაში ეწევით საქმიანობას, რომელიც სოფლისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, იმიტომ რომ ის ინფორმაცია, ის ცოდნა, ის გამოცდილება, ის წრე კულტურის სფეროს წარმომადგენლების სოფელში ჩაყვანა და ისეთი ახლა პატარა მერცხალი მიდევს მე აგერ ასეთი სათაურით გურიის მთები სასკოლო გაზეთი, რომელიც თქვენის დახმარებით და თქვენის მეშვეობით შეიქმნა. გიყვართ თქვენი სოფელი ბატონო? მიყვარს ეს სიტყვა არ არის. ესე იგი, არსებითად ბატონო მიხეილ, ეს გაზეთი სიახლეა ქართულ საგაზეთო სივრცეში, იმიტომ რომ არ არსებობს დღეს და თუ არსებობს, აგერ დარეკავენ, რომ რომელიმე სკოლას ჰქონდეს რომელიმე ორგანიზაციასთან ერთობლივი გაზეთი. მე მგონი არ არსებობს, მაგრამ მე ამით ვაგზელებ იმ გზას, რომელიც დავიწყე მე წინა ათწლეულში, როცა სამცხე ჯავახეთში მოღვაწეობდი და ჩოხოსან რაინთა დას ჰქონდა ასეთივე გაზეთი, სახელწოდება იყო სხვა საქართველოს კარიბჭესთან. იმიტომ რომ მაშინ მოღვაწეობდი ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპასოვკის სკოლაში. და აი ახლა გავაკეთეთ ეს ახალი გაზეთი. უნდა გითხრათ, რომ ეს სკოლა არის ერთ-ერთი უძველესი სკოლა საქართველოში, შემოდგომაზე უნდა აღნიშნოთ მისი 100 წლისთავი, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში არის, რომ მისი გარემონტება უკვე აღარ შეიძლება. არსებობს დოკუმენტი სამხარაულის ბიუროს მიერ გაცემული, რომ ცვეთ არის 80% და არ ექვემდებარება, უნდა დაიშალოს და აშენდეს ხელახლა. ეს გეგმაში შეტანილი ქონდა განათლების სამინისტროს 2008 წელს, მაგრამ ვერ მოაბეს თავი და ახლა რამდენიმე ცნობილი მოღვაწის ხელმოწერით შევიტანეთ განაცხადი განათლების მინისტრის სახელზე
და იმედია ამ საქმეს რაღაცა დაადგება. თქვენ ვერ წარმოიდგინეთ ახლა ეს გაზეთი მე მგონი ამ ბატონო გოგი ბოდიშვიხტი, იმიტომ ზარია სტუდიაში და ჩვენი წესებით უნდა შემოუშვათ პრიორიტეტულია. გისმენთ სტუდიაში? ალო? გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა ხალბატონო. ისიც მე თუდად მესმის თქვენი ხმა, მაგრამ თქვენ ალბათ გესმით ჩემს. დიახ, ძალიან. დიდი პატივისცემით მოგესალმებით განსაკუთრებით ბატონ გოგის. გისმენთ გულით ტკივილით და გისმენთ ამავე დროს სიხარულით, რომ აი ჩვენ ყავს ესეთი ადამიანები, ჯერ კიდევ ყავს, რომლებიც ამდენს აკეთებენ თავიანთი ქვეყნისთვის. იცით რა, მე ასე მგონია, რომ ადამიანი და ზოგადად ხალხი, რომელიც თავის წარსულს არსენს პატივს, ის ღირებულს ახალს ვერაფერს ვერ შექმნის. და სამწუხაროდ რაც თქვენ ბრძანეთ ხორავას დიმიტრი ყიფიანის ძეგლებთან დაკავშირებით, აკაკიზე გადაღებულ ფილმთან დაკავშირებით, აი ხომ ფაქტია, რომ ჩვენ ვერ ვფრთხილდებით ჩვენს წარსულსა რა. და აი ამის გამო ალბათ რომ ძველს არ ვფრთხილდებით და სამაგეროდ რასაც ვითომ ქმნით, ყველაფერი არის უსახური. ამის დასტურად მოვიყვან მაგალითს, აი რაღაც რა ქვია, არც კი ვიცი, თავისუფლების მოედანზე აღმართულ ძეგლს წმინდა გიორგი რომ დაარქვეს, იქ გმირების მემორიალს გმირთა მოედანზე. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი და არც მეორე რომ არ იყოს, ნამდვილად არაფერი არ დააკლდებოდა თბილისს. ბატონო გოგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე იღწვით, ამდენ სკილობთ, ასე აფხიზლებთ საზოგადოებას და ღმერთმა ქნას, რომ თქვენ გაკვალულ გზას გამოყვნენ ადამიანები და გავიდეთ ამ სიგნალიდან ნათელში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ხალბატონო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო გოგი და ვაუმბობდით იმაზე, რომ თქვენ სკოლას ნამდვილად აი ისტორიას ქმნით. თუნდაც ის არის ეს გაზეთი ისტორიის შექმნა და ბრძანებდით გაზეთთან დაკავშირებით გეგმებს და მიზანს. ახლა ბატონო მიხეილ, შიდა გვერდზე გავაკეთე ყველა მოსწავლის, ყველა პედაგოგის, ყველა თანამშრომლის, მათ შორის ცეცხლბარეშის დამლაგების, ყველასი ყოველგვარი მონაცემი. და განსაკუთრებით ყურადღება მივაქცეთ დაბადების წლებს და უკვე ივლისში თვეების მიხედვით შედგენილი მაქვს, რომ ივნისში ვის უნდა მიულოცოთ, ყველას ურეკა 100 წლის წინ რო გამოეცათ ასეთი გაზეთი ახლა და ჩავხედავდით ჩვენ და ნახავდით ეგრეთ წოდებული მარიამის სკოლაში ვინ სწავლობდა. აი ახლიდან დაიწყება და ივლისში 11 იუბილარი ყავს, ყველას ურეკავ, ვულოცავ და შემდეგ ვუგზავნი ჩემ წიგნებს ავტოგრაფით. ერთ-ორ წელიწადს მეყოფა ჩემი წიგნები და მე ალბათ ღმერთი კიდე გამომაცემინებს. ახლა მთავარია რომ შემოდგომაზე როგორღაც გადაწყდეს ცოტა ახლა ისეთ დროს დაემთხვა ბატონი გიორგი მარგველაშვილი წავიდა, მაგრამ ახლა ახალი მინისტრია, სათნოებით სავსე და ძალიან კარგი პიროვნება ჩანს და ალბათ შეიძლება კიდევ ერთი უნდა შევეხმიანოთ. აქვე არის ეს წერილი, რომ როგორმე ჩამოვიდეს ვინმე წარმომადგენელი და ნახოს, რომ ამ სკოლაში მართლა არ შეიძლება ბავშვები შეშვება ერთი მაგარი ქარი და სკოლა დაინგრევა და მე არ მოხდეს რაღაცა სადარდებელი არ დაგვრჩეს. ამიტომ ამას უნდა ყურადღების მიქცევა და შემდეგ ერთი მთელი გვერდი დაუთმე იმას, თუ როგორ აღნიშნეთ დამოუკიდებლობის დღე ერთ პატარა გურულ მაშინ სოფელში. და მე მგონია ძალიან ლამაზი ფერებშიც გამოვიდა ისეთი ცეკვები დღეს გუშინ ველაპარაკებოდი ომარ მხეიძეს და თენგიზ უთმელიძეს, მინდა ისინი წავიყვანო ახლა ბავშვებმა. ახლა მანდამაინც ის გზა არ არის, რომ შარა გზა იყოს და გადაკეთეს მაინც გზა და ქუჩაში წარმოადგენეს ცეკვები. ნუ აღფრთოვანებრივი იყო და ამი გადავედი, აი გმირები არიან. და ამ 79 ბავშვს უნდა მოვლა და ყურადღება, რაც ესოდე ნაკლია დღეს ჩვენი სოფლის სკოლას. ბატონო გოგი, რადგან ამ სოფელზე დავიწყეთ საუბარი, ეს ის სოფელია, სადაც სიმონა დოლიძე დაიბადა, გაიზარდა და გაფირალდა. შარშან წინ თქვენ გახსოვთ, მე ჩავატარე სიმონა დოლიძის ხსოვნის სადღეგრძელო რა იყო. დღე და სადღეგრძელო შევსვი და გახსოვთ ასეთ ლექსი რომ არის უბედურად დადგა ჩემთვის 1911 წელი და აი ამ 11 წელს დაუკავშირე მე და მთელი სოფელი შევკრიბე და გადავიხადეთ ეს თავისებური იუბილე სიმღერას გადაუხადეთ, იცით? ეს ისეთი სიმღერა არის, რომ ხუმყურებთ 1000 გვარი ვარიაციები იქმნება, მაგრამ ხალხი მაინც მღერის, იმიტომ რომ
კარგი მელოდია და ნაღდათ ასახავს იმ სიყვარულს, რასაც სიმონა გრძნობდა ჩვენ თანამემამულეებში და აი ესე რაღაცა ცოტა მივხედოთ რა ჩვენ სოფლებს. მე იმის თქმა მინდა რომ ამ მოვლენამ, რასაც თქვენ ბრძანებთ, სწორედ საზოგადოებრივი მოღვაწის თვალი იყო საჭირო იქ, რომ გადახდილი ყოფილიყო არა კონკრეტულად დაუშვათ სიმონა დოლიძის დაბადების დღე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საერთოდ ასეთი პიროვნებები საკამათო პიროვნებებია ისტორიულად დაუშვათ ახლა ფირალი ერთია დროება იცვლება და შეიძლება და თქვენ ეს წაიყვანეთ სხვა რაკურსით რომ სიმონა დოლიძეზე შექმნილი სიმღერის იუბილე ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაკურსია რა თქმა უნდა თავისთავად ამ სიმღერა არავიწყებს ადამიანებს ვინც გამოცეს შეიქმნა და ყველას შეუძლია ამ ზეიმში მონაწილეობა და სიმღერის ზეიმია და ყველას ამავე დროს შეუძლია კონდეს მისი წარმოდგენა პიროვნებაზე წინა წელს თუ გახსოვთ თქვენ ხასანბეგურას 150 წლისთავი გადავიხადეთ ლანჩხუთში აი ეს არის ეს რაკურსი მინდოდა მეთქვა ვებერთლა დღესასწაული იყო და იქაც ხასანბეგურაზე იყო ლაპარაკი და არა პიროვნებაზე იმიტომ რომ სიმღერა არის უკვდავი კაცო და ამით გამოხატა ხალხმა თავის დამოკიდებულება ეს სიმღერა დღესაც ცოცხლობს და ცოცხლობს კი არა რა დონეზეა და რატომ არ შეიძლება სიმღერაზე ითქვას ეს სიმღერა ის მნიშვნელოვანია ხასანბეგურას ისტორიასთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ და მაშინ ვინც ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა მე მგონი იმათ არასდროს არ დაავიწყდებათ რომ ეს ხასანბეგურა შეიქმნა კონკრეტული ომის ნიგოითის ომის ექოს გამო და ჩვენ იქ ეს არ იყო რაღაცა დაშორებული მოვლენა ვინც იქ მონაწილეობთ ამ ღონისძიებაში მობილურია და მე შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი ბრძანეთ გისმენთ ალო დიახ მოგესალმებით ჩემო ბატონო გამარჯობა ბატონო გოგი ქუთაისიდან გესალმებით ქუთაისიდან გესალმებით ბატონო გოგი ბერიათ ხილავა მოგესალმებათ გამარჯობა მე მინდა უთხრა ჩვენს ტელემაყურებლებს მე მინდა უთხრა მთელ საქართველოს რომ ბატონი გოგი რა საქმესაც აკეთებს ეს არის უდიდესი საქმე და მე ხანდახან შევყურებ მას და მიგვირს ერთ კაცს როგორ შეუძლია ამდენი გააკეთოს ეს კაცი ანთებული სანთელივით არის ბატონო გოგი თქვენ რაც ქუთაისში გააკეთეთ ვასილ ამაშუგელთან დაკავშირებით მე მოწევარ იმის როგორ მიიღეთ იქ პატარა ბავშვები ფიცი როგორ დაადებინეთ ყველა თქვენი ნაბიჯი იცით ეს არის სამშობლოსათვის სამსახური მე ვისურვებდი იმას რომ ბოლო დროს წამოწიოს საზოგადოებამ აი ეს მხარეები რასაც თქვენ უსვამთ ხაზ რასაც თქვენ აკეთებთ ბატონო გიორგი იქნებ ჩვენი პატარა ერი აი ამ სულისკვეთებამ გადააჭიროს და მე მადლობელი ვარ იმ ტელევიზიის რომელმაც დღეს თქვენ მიგიწვია ობიექტმა და მართლაც აი ასეთი პიროვნებები მე ვფიქრობ ყველაფერს გააკეთებთ და თქვენ ხართ და თქვენი წანები არიან ის ნატელი რომელიც იმედს უთებს ჩვენს ხალხს იხარეთ და იბედნიერეთ დიდი მადლობა მადლობა იმისთვის რომ თქვენ არსებობთ ქუთაისს განსაკუთრებით უყვარხართ ბატონო გოგი არა მაგრამ მაინც ვერ გავუკეთეთ ზიავასოს ხო ხედავ მაინც ვერ გავაკეთე ერთი 100 წლის თავის იუბილე ბატონო გოგი ალბათ ასრულდება ეს სურვილიც და გაკეთდება იმიტომ შეუძლებელია ის რასაც თქვენ ბრძანებთ ვერ გაიგონოს საზოგადოება ვერ გაიგონოს იმათ ვისაც შეუძლიათ ეს აქ შეიძლება არის აბსოლუტურად ის რაც მათ მოვალეობაში შედის მე არ ვამბობ იმ შეძლებაზე რომ საზოგადოება დაირაზმოს ხასანბეგურასთან დაკავშირებით საუბრობდი და ხასანბეგურას ისტორია მეთქი ძალიან რელიეფურად გამოიკვეთა ნიგოითის ომის ადგილას როდესაც ვიყავით იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საზოგადოება არც იცის რომ ორივე მხარეს ქართველები იყვნენ წარმოუდგენელი ამ ომის დროს და თქვენ შეძელით რომ ამ სიმღერის იუბილეთი ორივე მხარის შთამომავლობა შეხვედრილი იყო ამ ადგილას ერთმანეთში მე მინდა მაინც რაგვარები იყო და ერთი ეპიზოდი ქცევა ქართველმა დასაჯა ქართველი როგორც მტერი მაგრამ როგორც თავისი ანი გააპატიოსნა ჩვენი წესით ხო? დიახ. და ეს ისტორია მე მინდა გაიჟღეროს სტუდიაში. ეს ეხება თავდგირიძისა და ჭონიას ისტორიას, ხო? კი, მაგაზე ბევრი ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონია
თქვენ გახსოვთ რომ ბავშვებმაც კი დაწერეს და დაასურათ ხატეს მათი ამბავი და ერთ-ერთი მაისურაძე იყო ერთი პატარა გოგონა ის დავაჯილდოვეთ კიდე თუ არ არსებობს ამ ჭყონიას ფოტოსურათი და ბავშვმა რომელმაც მიიღო ამაში მონაწილეობა ფაქტობრივად შექმნა და ახლა დარჩა ის როგორც სურათად ამ ჭყონიას ისტორია რაში მდგომარეობს თვითონ მადლო თვითონ ჭყონიას ისტორია რაში მდგომარეობს მეთქი ამ ჭყონიას პიროვნება არა რო დასაჯა თავდგირიძეს ჭყონია მოკვეთა ხო თავი ხო აი ეს ისტორია მინდა რომ საშინელი ისტორია მაგრამ ვაჟკაცური ისტორია ხო კი მაგრამ არაბატია მაგრამ მაგას ვერიდები ხოლმე ასეთ თემებზე ხო არა საქმე იმაშია რომ შემდეგ სხეული ცალცალკე არ დამარხეს და გააპატიოსნეს და მათი შთამომავლები იყვნენ ორივე მხრიდან თავდგირიძეებიც იყვნენ რა თქმა უნდა აქეთ მთელი ამ ისტორიას მე მაინც ეპიზოდს დავასრულებ და სუფრა როდესაც გაიმართა ნიგოითის ომის ორივე მხარის მონაწილე იყო როგორც აქეთა მხარე რომელიც რუსის ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდა ისევე იქეთა მხარე რომელიც ოსმალეთის ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდა და ასეთი რელიეფური სამეგობრო შთამომავლების ერთიანობა განხორციელდა იმით რომ ერთ შემთხვევაში ქართველები იყვნენ რუსებთან ერთად მეორე ქართველები იყვნენ ოსმანებთან ერთად და ისტორიული გადასახედით ჩვენ იმ დღეს ვერ დავასაბუთეთ ის რა იყოს ის სწორი და დავრჩით ერთი რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად ქართველები არც გვიცდია ახლა დასაბუთება მთავარი და მე არ მინდა დამავიწყდეს რომ ბატონო მიხეილ ეს იდეა თავისთავად მე მომცა ლერი სიხარულიძემ შესანიშნავმა ქართველმა კინორეჟისორმა და არ მინდა რომ დავიწყებული იქნას რომ მისი იდეა იყო და ჩემთან მოდიოდნენ ყოველთვის რომ მე განვახო ჩემში ხედავენ რაღაცა განმხორციელ ძალიან კარგია ძალიან კარგი მობილურით რეკავენ ბძანეთ სტუდიაში ბძანდებით ალო დიახ ბძანეთ მოგესალმებით ბატონო მიხეილ მოგესალმებით დიდ მადლობას მოგახსენებთ ასეთი ადამიანის სტუმრობისთვის მადლობა მე გირეკავთ ეხლა თიდან ხვამლია ესეთი ხვამლი ხვამლიდან გირეკავთ ბატონო გოგი დიდი სიყვარულით მადლობა სატელიტზე გიყურებთ ეხლა ხვამლიდან გოგი ვარ სვანიზე და დიდი სიყვარულით მოგიგიხარ დედაჩემა და დიდხანს იცოცხლე მადლობთ გენაცვალე მადლობთ გაგიმარჯობთ ძალიან დიდი მადლობა ეს იდეა თვითონ იმისა რომ აღინიშნოს სიმღერების მოვლენა დაბადება ალბათ ძალიან კარგი იდეა აი დედა არ გვახსოვს შვილებსა როგორა ბატონო გოგი ეს ისტორია დედას უყვარვართ შვილები დედა არ გვახსოვს შვილებსაო არა იდეა მე მომცა ლერი ეს მე განვავითარე მაგრამ თავისთავად ნიგოითის ბრძოლაზე იყო ლაპარაკი და ნიგოითი ახლა ჩემთვის ძალიან ახლობელია იმიტომ რომ ქუთაისიდან რომ ვიდიოდით სოფელში ნიგოითში ჩამოვდიოდით ქვიანში და მე გადავდიოდით ფეხით და ჩემ სოფელში ჩავდიოდი და მქონდა მაგ რაღაც განსაკუთრების იყო და შემდეგ მე მივეცი ამას ესეთი ინტერპრეტაცია მაგრამ ის რომ ძვირფასი ჩვენი უნიჭერესი კაცი ლერის სიხარულიძე იყო ის კაცი ვინც პირველი იმპულსი და მე მინდა ეს იცოდეს საზოგადოება ძალიან კარგი და მე შემთხვევით არ ვახსენებ დედა არ გვახსოვს შვილებსა მეთქი ამ მიმართულებითაც ბევრი გაქვთ გაკეთებული შენ ამ კუთხეში თქვენ და როგორ ხდება ეს არა ხდება ვიზია საუბარი მიხა ხელაშვილიძე იცით რა ახლა ცოტა ხორხოლად ხომარი იქნება და ჩვენ ჩოხოსან რაინთა დასგვაქვს ჩვენი ჟურნალი და ჩვენი კალენდარი საყოველთაოდ არის ცნობილი ახლა მე შემიძლია რამდენიმე გითხრათ რა თქმა უნდა გამახსენდება მაგალითად ასე იწყება იანვარში 25 იანვარს ჩვენ ავდივართ მიხა ხელაშვილის საფლავთან და იქ რაც საჭიროა იმას ვაკეთებთ თებერვალში გვაქვს 2 დღე მიხა ხელაშვილი ავტორია როგორი ცნობილი გენიალური ლექსისა რომლის მსგავსი 19 წლის ბიჭმა დაწერა ესა დედას უყვარვარ შვილები დედა არ გვიყვარ შვილებსა მიტომაც ცუდი სოფელი ესოდენ გვაწოდვილებსა 19 წლის ბიჭმა უნდა წეროს სამშობლოზე სიყვარულზე მაგრამ დედაზე რომ დაეწერა ასეთი ლექსი წარმოუდგენელი თავისთავად ის ფაქტით რომ რას ნიშნავდა მიხასთვის დედა თქვენ იცით რომ როცა მიხას დედა
მოკლეს, მიხამ დაიჭირა ორივე მკვლელი, მაგრამ არ მოკლა. და გაამზადა უფრო დიდი სასჯელისათვის. გაუშვა ორივე და ხებში ხომ განსაკუთრებით დამოკიდებულება არის დედისადმი და თქვენო იარეთო როგორც დედის მკვლელებმა. და მართლაც ისეთი ცუდი დღე დაადგა ამ ორ კაცს, ისეთი წარმოუდგენლად ცუდი ერთი მანქანა მიატყლიჭა პირდაპირ კედელზე, ხოლო მეორე ისე დაბერდა, ჩავარდა, არ კვდებოდა და თვითონ თავისი თხოვნით ტაბიკი უღელრომა, ტაბიკი დაადეთ, აი ესე დახუთეს რა. აი ესე ცოდვით დაამთავრა ამ ორმა კაცმა და მიხამ ისინი არ მოკლა. აი ამისთვის გაიმეტა ეს. მიხა კაკუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობდა, ხო? რას ლაპარაკო, მეგობრობდა კარა, კაკუცა სულ ეუბნება და რომ ოღონდაცო მოვესწროთ და უნდა გასწავლო და არ წაყვა მერე. მიხა არ წაყვა კაკუცას და შემდეგ კი მის თქმა მინდა რომ ხო ეს იანვარში, ახლა თებერვალში, 16 თებერვალს ჩვენ აღვნიშნავთ ლადო მესხიშვილის დაბადების დღეს პანთეონში. ყოველ 16 თებერვალს. ეს უკვე გრძელდება 29 წელიწადია. ბატონო გოგი ზარია და შემდეგ გავაგრძელოთ ეს კალენდართან დაკავშირებით. ძანეთ გისმენთ სტუდიაში. ალო, მოგესალმები დიდი პატივისცემით. ბატონ გოგის ნამდვილად გულანთებულ ქართველს, რომელიც ნამდვილად ქართულ საქმეს აკეთებს. ღმერთმა ხელი მოგიმართო და დიდხანს შეგაძლებინოთ ასეთ საქმეების კეთება. ეხლა რაც შეეხება კულტურის სამინისტროზე, თქო რომ გულწყვეტა გაქვს. სხვათა შორის ძალიან ბევრ ხელოვანს აქვს გულწყვეტა, მაგრამ რა ქნას ერთმა პიროვნებამ ბატონი მის მინისტრი როგორც პიროვნება, არაჩვეულებრივი პიროვნება, მაგრამ ჯერ კიდევ ხელფეხშეკრულია და რატომ ვიცით? იატაკქვეშიდან ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს ამ სამინისტროს ყოფილი მხედრონელი და მინისტრი რურუა. მას განცხადებული აქვს აბა ერთი ხელი ახლეთ ნაციონალებსო და შესანიშნავად ზიან დეპარტამენტის უფროსები, სამართლოს უფროსები, მათია მათხეს არავინ არ ახსენებდა. ძალიან დიდი მადლობა, გასაგებია ეს პოზიცია. ჩვენ არ ვსაუბრობთ მინისტრებზე, ვსაუბრობთ ინსტიტუტებზე. საქართველოს დამოუკიდებლად რომ მოიპოვა, ამის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუტი. ანუ კულტურის სამინისტრო თვითონ უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელსაც ეკისრება რაღაცა ფუნქციები და რომლისთვისაც ეძლევა ფული. ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტრო უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც ასრულებს მის ფუნქციებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა ასრულებდეს მის ფუნქციებს. ვინ იქნება იქ მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს და ძალიან ცუდია თუ ასე იქნება. და თუ მინისტრის მნიშვნელობა, თუ მინისტრის ასეთი ცვლილება ინსტიტუტზე ახდენს გავლენას და სამწუხაროდ ჩვენთან ახდენს. თუ მინისტრი ჭკვიანია, სამინისტრო ჭკვიანია, თუ მინისტრი სულელია, სამინისტრო სულელია. ჩვენ ვამბობთ, ასე არ უნდა იყოს. თუ ასე იქნება, მაშინ ყველაფერს ექნება ეპიზოდური ხასიათი, ექნება სუბიექტური ხასიათი, აი თუნდაც საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ვსაუბრობთ ჩვენ, ახლა თემა შემოვიდას. ასე არ შეიძლება ერთი პოლიტიკური გუნდი წავიდა, მთელი მომღერლები, არტისტები, კინოსმუშაკები გაქრა სცენიდან. გამოჩნდნენ მეორენი. არა და ჩვენ ერთიც გვიყვარს და მეორეც გვინდა და გვინდა პარალელ რეჟიმში ორთავე იყოს და ყველა მომღერალი მღეროდეს. და მე უსმინო იმას, ვინც მინდა. ამიტომ, როდესაც საზოგადოებრივ მოღვაწეობაზეა საუბარი, არ შეიძლება კულტურის ისეთი პოლიტიზირება. კულტურის მუშაკი მომღერალი საზოგადოებრივი უნდა გახდეს, ის ყველა საყვარელია, ის სიმღერა ყველას უყვარს და არ შეიძლება მისი რაღაცა ოთახებში და ჩიხებში, არ ვიცი ბატონო გოგი, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი მე ამიტომაც ვამბობ და ამიტომაც ან სპორტსმენები გვარებს ვერიდები. მე მაინტერესებს როგორც სისტემა აწყობილი არის თუ არა ინსტიტუცია, რომ შეასრულოს თავისი მოვალეობა, რის გამოც მას სახელმწიფოდან ეცელებოდა დაფინანსება და კიდევ არ დაგვავიწყდეს ჩვენი ერთადერთი ძირითადი საზრუნავი, რომელიც უკვე მიყვანილია საქმემდე, ეს არის სოლომონ დოდაშვილის სასკოლო სახლ-მუზეუმი. სიცხვილი არ არის, ბატონო მიხეილ, რომ სოლომონ დოდაშვილმა 22 წლის ყმაწვილმა თელ რუსეთს დაუწერა ლოგიკა. ლექსიკი არა, ლოგიკა დაუწერა და მისი სახლ-მუზეუმი არ იყო საქართველოში. ამას წინათ მე ყოველ 17-ში ჩავდივარ მაისში იქა, ამაზე წავედით და ეს არის სოფელი და სოფელი მაღარო, სიღნაღის და უკვე ყველაფერი გაკეთებული არის
იმ დონეზე რომ შემოდგომაზე ჩვენ სწორედ იმ სკოლაში მაღარო სოფელი მაღაროა სადაც მობილურია ბატონო გოგი და არ გვაცლიან ლაპარაკს ამიტომ ვართ აქ დიახ ბძანეთ ალო გისმენთ ბატონო გისმენთ კულტურასთან დაკავშირებით რაც ახლა უსმედი ბატონებს ძალიან საპატიო ბატონებს ჩემთვის და მე თირამ მოგესალმებით თქვენ ჯერიმეს და გისმენდით ახლა კულტურასთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი და ვერ მომიწმინა გულმა რომ არ შექმიანებოდით ბძანეთ ბატონო კულტურასთან დაკავშირებით რაც ეხება იმ მომღერლებს პოლიტიკირება მაგის პოლიტიზირება გააკეთა თვითონ ჯერ პირველ რიგში სააკაშვილმა, იმიტომ რომ აბსოლუტურად თუ ვინც მისგან გამორჩეულიყო, ყველა იდგა სცენაზე. დიდი მადლობა. გასაგებია ჩვენ ვამბობთ სისტემურ მოვლენებზე ამ წუთას, იმიტომ რომ შეიძლება სხვა კონტექსტში ჩვენ პიროვნებებსაც ვიტყვით, არც არა ჩვენთვის ის, მაგრამ ჩვენთვის ახლა გადაცემის თავალი კონტექსტი არის ის, რომ თქვათ ამ მოვლენებში ზოგადად ესე იგი ასე დოდაშვილის მუზეუმთან დავჭათ ჩვენ 4 წუთი და 4 წუთი დავჭათ თქვენ თებერვალში გაჩერდით კალენდარზე და რაღაცა მნიშვნელოვანი თუ გინდა ბძანოთ უნდა. მნიშვნელოვანი ის არის რომ ძალიან დიდი ძალისხმევით ჩოხოსან რაინთა დასმა შეძლო ის რომ შემოდგომაზე ამ სოფლის სკოლაში უკვე გაიხსნება სასკოლო მუზეუმი. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას ვინც ამ საქმეში მეხმარებოდა ეს ქალბატონი ირმა ქუფარაშვილი იქნება სკოლის დირექტორი თუ თემურ ბალარჯიშვილი და ელბერტ ბატიაშვილი რომელთაც ჩამოასვენეს პრაქტიკულად ნეშტი და რეზო ბალანჩივაძე ჩვენი ცნობილი ფილოსოფოსი რომელიც სულ ჩემ გვერდშია რომ ჩვენ ალბათ შემოდგომაზე ალბათ კარა გავხსნით უკვე მე-9 კლასის ოთახი გავანთავისუფლებთ და ასე რომ ძალიან ბევრს ვეპატიჟები რომ გაიხსნება ჩოხოსან რაინთა ძალისხმევით სოლომონ დოდაშვილის პირველი სახლ-მუზეუმი ოღონ სკოლაში. ეს ჩვენ შევძელით. რაც შეეხება თებერვალში გაჩერებას, ეს იყო ლადო მესხიშვილი, შემდეგ 23-ში არის იუნკრების დღე, ამას ვაკეთებთ. შემდეგ მარტში უკვე 36 ჯერ აღნიშნეთ ვასილ ამაშუკელის დაბადების დღე, ვინც გადაიღო აკაკის მოგზაურობა. 29 აპრილის ჩვენ აღნიშნავთ ხორავას დაბადების დღეს და იმ დონეზე რომ შარშან წინ BBC-მ 2 წუთი უძღვნა ამას და BBC-ში 1 წუთი რაღაც ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და მაისში 17 მაისს გენაცვალე სოლომონ დოდაშვილი 1 ივლისს მარაბდობა და აი ესე მოვდივართ ბატონო მიხეილ და რაღაცას ვაკეთებთ და მე მგონია მარაბდობაზეც მარაბდობის პირველსავე შეხვედრაზე აკადემია რატო ერქმევა იცით? აკადემია ქვიოდა იმ ბაღს პლატონი რომ თავის მოწაფეებს ამეცადინებდა, ხვდებოდა, ასწავლიდა, უზიარებდნენ ერთმანეთს და აი ესეთი რამ გვინდა ჩვენ გავხსნათ, გავიყვანოთ იქ წყალი, სინათლე, სკამები, ასე შემდეგ და შემოდგომაზე ალბათ ამასაც გავაკეთებთ. დიდი მადლობა ბატონო გოგი. ჩვენ შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს რომ ასეთი ფრაგმენტული ის ქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ ის ზარებიც რომელიც შემოდიოდა იმან წარმოაჩინა კითხვაც კი დასვეს ერთი კაცი როგორ ახერხებს ამას. მე ვფიქრობ რომ ერთი კაცის მნიშვნელობა ძალიან დიდია საზოგადოებაში. ძალიან დიდია საზოგადოებაში და ჩვენ გვინდოდა ზოგადად საუბარი იმ საკითხებზე რომელსაც საზოგადოება აღიქვამს და უშუალოდ კულტურის სფეროში, სხვა სფეროებში, თუმცა გამოგვივიდა ისეთი რამ, რომ ჩამოყალიბდა ასეთი პორტრეტი, რომ ჩვენს ირგვლივ არის მოღვაწეობს ერთი კაცი, გოგი დოლიძე და შეიქმნა რაღაცნაირი თქვენი როგორც საზოგადო მოღვაწის პორტრეტი და მე მაინც მინდა თქვა, რომ ნამდვილად ჩვენი საზოგადოება, თქვენ აღიქვამს როგორც საზოგადო მოღვაწეს ეს არის მოღვაწეობა თანამდებობის გარეშე, ეს არის მოღვაწეობა საკუთარის გახდომისა საზოგადოებრივად, ეს არის ის, როდესაც ჩემს
მე ვაკლებ და მიმაქვს საზოგადოებისათვის, ეს არის საზოგადოების უფრო წინ დაყენება ვიდრე კერძოსის, ებრძანდებით თქვენ უყარხართ მთელ საქართველოს და თუ იქნება ის მხარდაჭერა ცირედიც, შედეგი იქნება უფრო მეტი და დიდი მადლობა ბატონო გოგი რომ არსებობთ თქვენ. გაგიმარჯოთ რომ ხართ და გაგიმარჯოთ თქვენ ოჯახთან ერთად. მე ისეთი კარგი მეგობრები და ჩოხოსნები მყავს, რომ არ შეიძლება მათ არ აყვე, იცით? სულ ყველა მოდის იდეით. სულ ყველა მე მეკითხება. ჩვენი ის ამოიწურა დრო და ძალიან კარგი თუ შემდეგი საუბრისათვის გავაგრძელოთ შემდეგ კალენდარი მეორე თვეს. გაგვიმარჯოს ეს წყალი, ცივი წყალი და